მოგესალმებით, მეგობრებო. საინტერესო დისკუსია ვიდეო შევგთავაზოთ. პირადი ურთიერთობები როგორ მუშაობს ასტროფსიქოლოგიაში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სალომე, რომელიც თანაც ერთად ფაქტიურად თელ ცხოვრება მოვდივართ. ჩემი ბიძაშვილი არის სალომე. ძალიან ჩართული არის ყოველთვის ეზოთერულ სფეროში, ასტროლოგიაც ძალიან კარგად იცის, ფსიქოლოგიაც შეცერკვევა ასე თუ ისე და დღეს სპონტანურად შევთავაზე ყოფილიყო ჩემი ესე ვთქვათ სტუმარი და რაღაც ინტერვიუც აგეღო ჩემგან და მე სალომესგან მაგალითად და რატო არის რა საინტერესო ესეთი ჩართვები, იმიტომ რომ სალომეს ექნება ზუსტად შეიძლება ესეთი კითხვები, როგორც აქვს მაგალითად მონაწილეებს, ხო, მსმენელებს უბრალოდ, რომელიც ახლა შეიძლება ისეთ პროფესიონალურად, ფსიქოლოგიურად არ ვიცოდეთ მაგალითად და ადამიანურად გაინტერესებდეს, ხო? და სალომე იქნება უფრო მსმენელის როლიდან. ესე რომ ვთქვა, ხო? და მეც ვიქნები ასევე სალომესთან, აი რა ინტერესებს მაგალითად ადამიანებს, ხო, ძირითადად, აი პირად ურთიერთობებში გამოცდილებაც გვაქვს და პირადი ურთიერთობები ეს არ არის ჩემი აზრით უბრალოდ პირადი ურთიერთობები, აქ არის მთელი ბავშვობის სცენარი გადმოტანილი. ჩემი აზრით რა ფსიქოლოგია ამას ამბობს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, როცა პირად რუკას უყურებთ, ახლა ძირითადად პირად ურთიერთობებში ყოველთვის არის ჩართული, ხო ამბობთ რომ ვენერა, მარსი მაგრამ ზემთვარიდან ჩანს აქ როგორ შეიძლება პირადში რა სცენარებით დავტრიალდეთ ესე რომ ვთქვათ და ერთი მინდა ძალიან საინტერესო ვახსენო სალომეც მეცხრე სახლელის ელენა არის ელის ტელეუმი მეცხრე სახლით თემი სოფლიო აქ მოვლილი მასთან ერთად მეც სხვათა შორის ერთად გვიმოგზაურია ბევრი და ხშირად როცა საუბრობთ ხოლმე სალომეს ძირითადად მეგობრები ყავს სულ უცხოელები ყველა ქვეყნიდან, ოღონდ და ძალიან კარგად იცნობს ფაქტიურად აზია იქნება, ევროპა იქნება, ევრაზია იქნება ყველა წარმომადგენლის ფსიქოტიპი იცის, ახლა რა ასტროლოგიაც იცის კარგად და ძალიან კარგად გვაქვს ორივე შემჩნეული სალომე და შენ რომ ერთი არის კი ასტროლოგიური კომბინაციები, მაგრამ ეროვნებებში სხვადასხვანაირად თამაშდება ხოლმე. იმიტომ რომ ეროვნების მენტალობა, იქ ტრამვები, რა სახით უფრო ვლინდება, აზიას თავისი პირადი პრობლემები აქვს, ევროპას თავისი პირადი პრობლემები აქვს და ეს თუნდაც პირად ურთიერთობაში კულტურულად სხვანაირად იშლება. ამიტომ ესეთი შაბლონი მეგობრებო არ არის რომ პირად რუკაში ხარ თუნდაც ჩემთან უცხოელები რომ მოდიან ვითვალისწინებ ყოველთვის რომელი განედიდან არის დედამიწის, ხო? იქინა გამომდინარე მე უკვე იმ კულტურას, იმ ენერგიას ვითვალისწინებ, იმიტომ რომ ვერ მოვახვევ ქართულ ასტროლოგიას, უკვე ალბანელს მაგალითად, ან პოლონელს, ხო, ესე რომ ვთქვათ, იქ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც არის გასათვალისწინებელი, ამიტომ მაინტერესებს მე სხვაშეს ყოველთვის უფრო უცხოელებთან მუშაობა. სიმართლე რომ გითხრა, რომ მე თვითონაც ვითარდები ასტროლოგიაში, ოღონდ განსხვავებულ კულტურებში ეს როგორ ვლინდება. ისინიც რო ყვებიან ხოლმე პირად ურთიერთობებს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სცენარები არის. აი, კაცებიც რო ყვებიან, რა პრობლემები აქვს პირად ურთიერთობაში, ქართულ კაცებს ეს პრობლემები არ აქვს. როგორც წესი, იქ პრობლემები ქართულ ქალებს აქვს ხოლმე ჩვენთან. და შენი გამოცდილებაც მინდა ამან რომ გამიზიარო მაგალითად რა საწყდებოდი იქ რა ხდებოდა ან ოჯახური სცენარებიდან გამომდინარე რა ურთიერთობებში იყო მე პირად ურთიერთობებში მე მაგალითად როგორც ასევე მეცხრე სახლელი ძალიან მომხრე ვარ ხოლმე რომ არ ჩავიკეტოთ რაღაც ჩვენს ნაჭუჭი ეროვნების როგორც მაგალითად მე ვაზიარებდი ხოლმე უცხოელებთან ჩემს ხედვებს განსხვავებულს რომ ისინიც გამოსულიყვნენ თავის ნაჭუჭიდან ასევე ეგ არის ზუსტად გლობალიზაციის მთავარი არსი, ხო, რომ ჩვენ გავცვალოთ კულტურულად გავცვალოთ ენერგიები, რომ რაღაც არის ძალიან მაგარია ჩვენ კულტურაში არის და ის წაიღონ სიამოვნებით და გავაზიაროთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც დასამუშავებელი არის და იქ ვისაც სხვა ერს ის კარგი აქ ის წამოვიღოთ სიტყვაზე, ხო? ეს არის ადამიანთან ურთიერთობაც იგივე არის, ანუ აქ მე თუ ჩავიკეტე მარტო ჩემ თავში და სხვა ადამიანთან ურთიერთობ, მაგრამ აქ მარტო მე ვარ და არაფერს არ ვიზიარებ, ჩემი მარტო. ხო და ეს ჩვენი სელენა, მე მგონი მაკუთხით ძალიან გახსნილი არის, რომ პირიქით აქ უნდა იყოს კულტურული გაცვლა და არა ტერიტორიული, უბრალოდ მიწა-ფეხი დავდგი და ისე ვისავა, რაც ვიყავი და არასოდეს არ შევიცვლებ. ეს არის ჩემი აზრით ლიტის ენერგია ან კატასტროფა. აუცილებლად. აქედან გამომდინარე, შენ მიკროფონი და შევამოწმო. ხო, არის ჭრეჭუნოს, არის ხმაუროს, ეს მაგ პრობლემა მაქვს ხოლმე ტექნიკურად და ხო და აი ეს მინდა მეგობრებო, რომ ამ თემებზეც ვისაუბროთ, კულტურული განსხვავებები,
ჩვენ ერშიც გლობალურად ზოგადად რა ხდება, რა დამოკიდებულებები აქვთ მაგალითად პირად ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ეს პირადი საიდან მოდის? უყურებ შობლებს, უყურებ მასა როგორ იქცევა და შენც იგივეს იმეორებ. თუ არ იმეორებ, ნენელა ხვდები, რომ ეს თუ არ მომწონს, იგივე კი არ გადავაკატავო არაცნობიერში. შევცვალო რაღაც, ხო, საერთოდ. და შეცვლაში ვინ დაგვეხმარება, თუ ერთი და იგივე შევტრიალებ და განსხვავებული არ მინახავს, ვერაფერს ვერ შევცვლი. არ მომწონს, მაგრამ ისიც არ ვიცი რა გავაკეთო. ეხლა ასტროლოგიაში რა არის თან ძალიან საინტერესო, რომ არის კი ქართული ზოგადი წესები, ოჯახური და იქაც ფეიკი არის, ხოლმე ძირითადად სულ ფეიკი არის, როცა არის ფორმა და ჩარჩო, იმის შიგნით შინაარსი არ არის ხოლმე როგორც წესი, ხო? ეგ კიდეც ალგე პრობლემა არის, მაგრამ ინდივიდუალურად რა ხდებოდა ეს ადამიანის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. ის კი არა ფასადი რა იყო, მართლა სინამდვილეში რა იყო, ამას რო გაგვაჩენებს ხოლმე. აი მთვარე მზის დონეზე თუნდაც და მისი ასპექტების დონეზე მეგობრებო იმდენად შეგვიძლია გავიგოთ ადამიანზე. თუნდაც მთვარე არის როგორ ემოციურ კონტაქტს ახდენ თუნდაც პირად ურთიერთობაში სხვა ადამიანთან, იმიტომ რომ ახლა მე და სალომე მაგალითად სულ რო ხშირად ერთად ვართ, ჩვენ მთვარეების დონეზე ვიცნობთ უკვე ერთმანეთს და არა მზის დონეზე ან ვენერას დონეზე, ხო? იქ ემოციურ კონტაქტზე ვინმესთან რო გავდივართ და ჩვენ ან თუნდაც თანაცხოვრებაში თუ ვართ, ხო, ჩვენ გვიცხოვრია საზღვარგარეთ ერთად, ხან მე მის სახლში ცხოვრობდი, ხან ის ჩემს სახლში ცხოვრობდა, სხვა ქვეყნებში თან. და ეს კარგად ვიცით ერთმანეთის მთვარეები, რასაც ქვია და აქ მთვარის კონტაქტია. და მთვარე რა არის ჩვენ ოჯახში, როგორი ემოციური კონტაქტი გქონდა, რისი მოთხოვნილება გქონდა და არ გქონდა ოჯახში და მე რას ვითხოვთ მაგალითად ემოციურ სფეროში სხვა ადამიანისგან, ხო? და ეს მეგობართან, პარტნიორთან, მეუღლესთან ყველგან ვლინდება, შვილთან ვლინდება მთვარე მაგალითად, ხო? და ეს არის მთლიანობაში, ხო, ფუფიკო, მეჩაჩუნდა, პატარა სიტყვები და მიკუჭა კუთხეში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირად რუკაში, რომ დავინახოთ, მოდი აქა, მოდი დიმიკო, მოდი დედაცი, მოდი. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მთვარის დონეზე დავინახოთ ჩვენ და მზის დონეზე უკვე ცნობიერად, მაგალითად, დავინახოთ, როგორ შეგვიძლია ადამიანთან ურთიერთობა ეს პირადი რუკით, მაგრამ არის გლობალურიც, ხო, ქართული სიტუაციები, ხო? ბოდიში როცა ამდენ ხანი გამიგზავნა. სიტყვა ჩაგაგვეხებინე, მე სალომე ბარ გაცალე. მე და სალომე როგორი მეგობრობა გვაქვს, იცით? მაგაინც დავდივართ ხოლმე ხან ქალაქარეთ, ხან სხვა ქვეყნებში. სულ ვიცინით. აი, სულ ვიცინით და დავარქვით ჩვენ თავს მინიონები. ყველაფერზე ვიცინით. და ძალიან ესეთი მეგობრობა გვაქვს. დრამებსაც რო სიცილით ყვებით ხოლმე ერთმანეთში, ესე რომ ვთქვათ და ძალიან ერთ ვაიბზე ვდგავართ მე მგონი მე და შენ. მაგრამ აი ძალიან მინდა გკითხო, განსხვავება, მოდი სანამ დავიწყებ უკვე ფსიქოლოგიურად როგორ მუშაობს მაგალითად ეს პატერნები, ხო, იქ მშობლებთან რა გაქვს და როგორ შედიხარ ურთიერთობაში, ეს ასტროლოგიურიდან გამომდინარე, ხო? განსხვავება რა არის? აი ძალიან ზედა სურათით რო შევხედოთ, აი მარტივად ევროპელები, კაცები, როგორი მენტალობის არიან, მაგალითად და ქართველი კაცები. ოღონდ ეხლა აქ რა თქმა უნდა შაბლონებად ვიტყვით, იმიტომ რომ მე მაგალითად ეს ქართული შაბლონი კაცი მე ახლა არ მყოლია. ჩემთან ძალიან თავისუფალი ხალხი ყოფილა ყოველთვის ევროპული ცნობიერების გარემო მაქვს. მე მთელი ბავშვობიდან მოყოლებული და მამაჩემიც ესეთი იყო ყოველთვის ევროპული გაგებით, განსხვავებული ძალიან და ეს სუფრის სათავეში არასდროს ამჯერად მოჩემ მაგალითად ძალიან თავისუფალი იყო და ხშირად სუფრების გვერდზე ოთახში ეძინა ხოლმე კამარიაში. არ აინტერესებდა. სალომესთვის მამაჩემი ბიძა არის და იცნობს კარგად ამ თემს. ამიტომ ოჯახურად მე არასოდეს არ მქონია ეს რაღაცა ტრადიციული და ეს რაღაცა უკვე ის რო არის რა ტრადიციული კარგი გაგებით კი არა. აი აქ უკვე რაღაც ნეგატიურ გაგებას ვამბობ. რა არის აი იმ ქართველებზე რო ვილაპარაკოთ და ძალიან ისე ვყოფ რა ზოგადად აი ზედაფონიდან რო შევხედოთ. განსხვავება რა არის? მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის. შენი შვიდასი გაცალე სიტყვის ხამეს ამოღება. შენი შვიდასი ვიდეოდან 699 ნანახი.
ეშვიდასა ბევრს ერთადაც ვწერდით ხოლმე, მე რო ვწერდი სალმა გვერდზე. კი, აქ ვზივარ ხოლმე კადრს მიღმა მაინც. და ძალიან საინტერესო თემა არის და კარგად ვიფიქრეთ ამაზე, მაგრამ ხო ძალიან საინტერესოა შენი კუთხით ასტროლოგიურად და ფსიქოლოგიურად ნახოთ ის რაღაცები, რაც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გასაგები შენი პარტნიორის, თქვა ესე ვთქვათ, ქცევებში, იმიტომ რომ მაგაზე ვლაპარაკობდით რა, რომ ის დამპალი როგორ მიმატა, ეგეთი რაღაცები. არ ხდება და ხშირად ხო, ჩვენც ისე ვიქცევით ხოლმე, რომ შეიძლება ზუსტად ის დამპალი ჩვენ ვიყოთ და ამიტომ ძალიან საინტერესოა რომ ვიცოდეთ, ვერ ყვევოდეთ იმაში რა შეიძლება შიგნით მოდიოდეს და საიდან შეიძლება მოდიოდეს რაღაცეები, ან რატო ვუგებთ ერთმანეთს, ან რატო ვერ ვუგებთ, ან რატო შორდებით, ან რატო ვატარებთ, ხო, რატო ვიზიდავთ ზოგადად ჩვენშიც რა ხდება, ანუ ორივეში რა ხდება, იქიდან ანუ და რატომ მივიზიდეთ თქვა ერთმანეთი და რაღაცა. და ზუსტად ეს არის საინტერესო ჩემთვისაც მართლა წლებია ვაკვირდები, ნახევარი ცხოვრება გატარებული მაქვს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან ბევრი მყავს ურთიერთობაში დაქორწინებულები, უკვე იმ ეტაპზეც ვართ ასაკიდან გამომდინარე, რომ გაშორებები და დაშორებები და ანუ ყოველთვის ვუყურებდი წლების განმავლობაში იმ ურთიერთობების განვითარებას, რაშიც ჩემი მეგობრები იყვნენ და მეც გარკვეული გამოცდილება დავაგროვე. ევროპაზე რო ვისაუბროთ, ახლა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველა ეროვნებაც განსხვავებულია, რაღაცა. შენ ამ უცხოელების რუკების იცოდი? და განსხვავება აქაური რუკის მენტალობას, აი ეგ არის ძალიან საინტერესო. და იმდენად ახლო მეგობრებიც არიან, რომ ანუ აი მართლა საკმაოდ აი მართლა მთვარის დონეზე ვიცნობ ბევრს და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა. რაც დავაფიქსირე განსხვავება ევროპაში მაგალითად არის ის, რომ გაცილებით უფრო მარტივად უყურებენ ურთიერთობაში შესვლას. ანუ რაღაცა, რასაც ქვია, სტენკის დადგმებზე და რაღაცებზე არასოდეს არავინ არ ფიქრობს. ანუ მომეწონე, მოგეწონე, მოდი ვცადოთ რა გამოვა. და თუმცა აი თქვათ აი საფრანგეთის მაგალითი რო ავიღოთ უფრო, იმიტომ რომ იქ ყველაზე მეთხანს მიცხოვრია და ყველაზე მეტი მეგობარი მაინც საფრანგეთში მყავს. დაშორებას რაც შეეხება ნაკლებად არის მარტივი და ფრანგებზე რო არის ესეთი რაღაცა კლიშე რომ მოღალატეები არიან, არ არიან სხვათა შორის, აი ძალიან მყარი თუ ოჯახს ქმნიან, ძალიან მყარი ოჯახი აქვთ როგორც წესი და ძალიან იშვიათად ხო, აი ძალიან იმდენად დარწმუნებულები არიან რომ არჩიეს თავისი ადამიანი, რომ იშვიათია, რომ რაღაცა ღალატი ფაქტობრივად ძალიან იშვიათად მინახავს და ბოლომდე ცდილობენ შეინარჩუნონ ოჯახი და თუ თქვათ ოჯახი ვერ შეინარჩუნეს, ინარჩუნებენ მეგობრობას, აი ძალიან ახლო მეგობრობას, რაც ჩვენთან საქართველოში ძალიან იშვიათად მინახავს ხოთე შორის თუ ამოიძირკვე ადამიანი. აქ ძალიან ემოციურ ეგოზე არის ხოლმე ძალიან დიდი აქცენტი ჩვენთან. ხო, ურთიერთობა თუ ვერ შედგა, ძალიან შეურაცხყოფილები ხდებიან. კი და იქ ახლოსაც უშვებენ საკუთარ მესთან ადამიანები ერთმანეთს, იცი, ანუ აი ბოლომდე ცდილობენ გაიცნონ იმ დონეზეც კი რომ ანუ მე რო ვიცი რომ დილას შენ გაღვიძება გიჭირს სიტყვაზე, ავდგები და დილას პირველი მე ავდგები, მე რო არ მაქვს პრობლემა და მყავას მოგიტან. ანუ აი ამ დონეზეც კი ხო, აი პარტნიორობა, მეგობრობა, რაღაც აი ძალიან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც მარტივად იწყება, აი რაღაც არ ართულებენ ძალიან რაღაცებს. ვიცი რას დავაკვირდი? აი ახლა შენ რასაც ამბობ, ახლა ფრანგების ხაშური სალომეს მეგობრებთანაც ყოფილ ვარ სტუმრად ახალ წლებზე, საფრანგეთში ერთ-ერთ საერთო სხვა ქალაქში ჩავსულ ვარ და ვიცნობ მის ბევრ მეგობარს და ისე რას ვაკვირდები ხოლმე, აი რო ვილაპარაკო კომუნისტურ გავლენებზე ჩვენთან. ჩვენ კიდე წარმოდგენა არა გვაქვს, ახლა აი ფსიქოლოგიაში ვინც კარგად ერკვევა, კიდე უფრო ხდებიან კომუნიზმმა რა მავნე ზემოქმედება მოახდინა ადამიანების ჩვენს განეცე, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს განვითარებაზე, იმიტომ რომ მე რასაც თუნდაც ფრანგებს ვაკვირდებოდი, ბელგიელებს ვაკვირდებოდი, ვთქვათ, ხო, არ არიან ესეთი ტრამბულები ფსიქოლოგიურად, ამხელა ხრმა ტრამბები, აი ეს რაღაც ინტროექტები მშობლებისგან და ესეთი გაუგებრობა მშობლებსა და შვილებს შორის არ არის იქ მაინც და მაინც, აი ამხელა
დისტანცია ემოციურად მიუწვდომლობა არის. ხო არის საქართველოში რომ შვილი არის ყველაფერი ჩვენთან და ეს ოჯახმა მომწონს ეს რომ აი ჩვენთან დედაშვილობის ინსტიტუტი ძალიან მაღალ დონეზე არის, მაგრამ ზოგჯერ ეს არის ფასადური. და აი ზუსტად ატენიან შვილს თვითონ ყველაფერს და ემოციურად მაინც მიუწვდომლები ხდებიან. ნამდვილად ეგრეა და იცი რა. იქ არის თითქოს უფრო შინაარსე ორიენტირება. კი, შინაარსობრივია და თან დამოუკიდებლობასაც სწორად აძლევენ. ანუ აი ჩვენთან რო არის ანუ ისევ რაღაცა სოციუმიც უწყობს ხელს იქ. ბაღი, სკოლა, ინსტიტუტი ეხმარება მშობელს ამ ყველაფერში. ხო მარტო აქ რაც არ მითითებას აძლევს, მიმართულებას აძლევს, ანუ აი ბავშვს ეს იქაც ფსიქოლოგია სკოლებში აი ძალიან ისე უყურებენ, რომ აი ბავშვს სიტყვა ჩემ ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა, რომ აი ჰიპერაქტიული ბავშვი ყავდა სკოლა, დაიბარა აუხსნა, რომ აი ბავშვს ესა და ესა აქვს და კარგი იქნებოდა ფსიქოლოგის ჩართვა ამ სიტუაციაში, თქვენც მიაქციეთ ყურადღება, რა აწუხებს. ძალიან და ანუ აჩვევენ დამოუკიდებლობას, აჩვევენ ემოციურად სწორ კონტაქტს, არის ეს და ძალიან კარგია. მეც ძალიან მომწონს აქ რო ოჯახებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ეს ძალიან ჯანსაღია და მაგრამ ზოგჯერ არის ფორმაზე დეფოლტად ფორმაზე არის ორიენტირებული. ხშირად არის ფორმაზე ორიენტირებული. თუნდაც უცხოელებთან მე ბიჭებთანაც რომ მქონია შეხვედრა, ხო? აი კონსულტაცია მაგალითად, ხო? არ არიან ესეთი ტრამბულები. არა და სხვა შორის არც სოციუმი არა. ვედა სალომე მოპატი რაზე თანხმდებოდით, იცით რომ ასაკოვან ჩვენი ასაკი, ხა მე ჩვენზე ცოტა უფროსი ვარ, ჩემი ასაკის ხალხი გაცილებით მძიმეები არიან უმეტესობა შიგნით, რაც უფრო ასაკი იკლებს, ეს სიმძიმე თითქოს ქრება. სიმსუბუქი შემოდის შინაარსი. ანუ აი ეს ეგოზე ამხელა აქცენტირობა იმე და იქ თუ რაღაც არ გამოუვათ და მე შენზე გადმოაგვთ სიტყვაზე ნეგატივი, რაც ჩემ თაობას უფრო ქონდა. ახალგაზრდებში ეს აღარ არის. ანუ ცოტა ევროპულ, აი თავისუფლებას თავისი, აი ეს ფსიქოლოგიური გათავისუფლებაც მოაქვს რა და ეს ევროპას ქონდა უკვე რამდენი ხანია, ხო და აი მაგაზე მინდა გკითხო. მან და ის სოციუმის წნეხი არის არ არის ფაქტობრივად და ჩვენც იცი რა, ჩვენ ისე გავიზარდეთ რომ ეს წნეხი იმდენად ძლიერი იყო რომ ჩვენ აღარ წნეხავთ ჩვენ შვილებს ესე. ანუ ვაძლევთ მეტ თავისუფლებას და ამიტომ ისინი უფრო თავისუფლები და ლაღები არიან. მე ესე დავინახე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი განსხვავებას რო ვხედავდი კი რაღაცებიდან გამომდინარე იყო ჩვენზე ეს წნეხი, ნუ ქუჩაში არ გახვიდე, იმიტომ რომ იქ ვიღაცა მართლა რაღაცა ხდება, ქურდავდნენ გძარცს, მაგრამ ხო, ანუ საზოგადოების წნეხი, ომი გამოვლილი ქვეყანა, ანუ კი კომუნიზმი, ძალიან დატრამვული ხალხი ვართ და ეს ტრამვები მე სერიოზულ როლს თამაშობს. პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით. ყველანაირ მეგობრობაში, მაგრამ განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში, იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი ურთიერთობა, რომელიც უფრო დიდი დოზით არის შენ ცხოვრებაში, ხო ესეა და ამიტომ ამ სიმსუბუქეს მათში ვხედავ, მაგრამ მეორეს მხრივ იმათ ამ ყველაფერზე მე ფიქრი და ამაში ჩაღრმავება არ უწევთ. ამიტომ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ, ხშირად მოუგვარებელი რჩება. აქ მეტად გიწევს და ფიქრება და შეიძლება ვერ მოაგვარო, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა არ არის ისე და ნუ რაღაცას მაინც აფხურობ და ცდილობ. კი, ყველაფერს აქვს რა თქმა უნდა და სხვათა შორის ზუსტად აი ამ ლაპარაკიდან გამომდინარე მინდოდა მეკითხა ანუ ვისაუბრეთ განსხვავებებზე, მაგრამ ის რაც შევამჩნიე, რომ არის მსგავსი არის ბავშვობის ტრამვებიდან და ჩვენ ოჯახებთან ურთიერთობიდან წამოსული რაღაცა პატერნები, რომლითაც შევდივართ ურთიერთობებში. არა, სოციალური ფსიქოლოგიიდან, არა, აი ოჯახიდან, რომ აი მე დედა-ჩემთან მქონდა აი რაღაცა ტიპის იგივე მიჯაჭულობა, ან რაღაცა ტიპის ხო განჯაჭულობის სურვილი, განჯაჭვის სურვილი და მუდმივი ბრძოლა და აი მინახავს, რომ ხშირად ახლა რომ ამბობ ყოველთვის ვიცინოდი ამაზე, რომ ჩვენ ან ვირჩევთ კაცი ირჩევს დედის მოდელს, ქალი ირჩევს მამის მოდელს. თლად ახლა ეგრე არ არის, ხანდახან მამის მოდელს ირჩევს კაცი და დედის მოდელს ქალი, მაგრამ თურმე მართლა ესეა, რომ აი რაღაცა ტიპის მონაცვლევთ. ხო, ანუ რაღაცა ტიპის ყველა ვარიანტში შობლის მოდელს ვირჩევთ ჩვენ პარტნიორში, ან პირიქით განვაგდებთ ამას და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს დავინახე უცხოელ ჩემ მეგობრებშიც, თითქმის გამონაკლისის გარეშე ფაქტობრივად და ჩვენთანაც ესეა და საკუთარ თავსაც რო ვაკვირდები და მე ვის ვიზიდავ, ან მე ვინ მიზიდავს სიტყვაზე როგორც პარტნიორს, ასევე ძალიან
ანუ აი იგივე ტიპის მსგავსებები შევამჩნია და საინტერესო იქნებოდა ამაზე ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის. პირველ რიგში მე ეხა რამდენი მოდი ჩემთან ხო და ძალიან ხშირად არის რომ იქ კარიერა პირადი მშობლები ყველგან პრობლემა არის. სიამზეში არის ერთი ძირი ხოლმე მან. ყველგან ერთი, ანუ როცა არის რაღაც კარმული პრობლემა, ყველგან კარმულ პრობლემაში გავდივართ. არის ასევე ფაზები, პერიოდები, ვინ როდის შემოდის ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად, კი ახლა ამბობენ რომ ერთი და იგივე ტიპი მოდის შენთან რაღაც დიდი ვაიბით, მაგრამ არის მათ განსხვავებები, არის თუ არა კარმული პერიოდი. არის თუ არა რა ასაკია მაგალითად, ხო? ზოგჯერ მაგალითად პირად ურთიერთობაში ვირჩევთ ლილიტით ადამიანს და ეს ლილიტი ჩრთილი არის, რომ მე რასაც არ ვავლენდი ჩემ თავში მე პროექცია გავაკეთე იმ ადამიანში ის ენერგეტიკა და ვინახე აღმოჩნდა აი თურმე რა მინდა ან პირიქით რომ აი თურმე ეს არის ჩემში რომელიც არ დამიმუშავებია ან ნეგატიურად არის თურმე და მე არ უყურებდი ან პირიქით თურმე რომ რამდენიმე დამიკლია ჩემი თავისთვის ამას ხედავთ ოღონდ ესეთი ურთიერთობები ლილიტის დონის ურთიერთობები ყოველთვის უფრო იმისთვის არის მოსული რომ ეს ინსაიდი გქონდეს და მუშაობა დავიწყოთ ჩვენ თავზე და არა ის რომ დარჩეს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ან დარჩეს და ვაწამოთ ერთმანეთი. ხშირად მინახავს რომ მინახავს ახლა პირადი რუკები ორივე ადამიანის ერთსაც და მეორესაც ლილიტებით ქონდა მიჯაჭვულობა. ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა, ოღონდ ძლიერი ემოციით, ძლიერი მიჯაჭვულობით, ან ძლიერი ვნება არის, ან ძლიერი სექსუალური ენერგია, ან ძლიერი აუხსნელი მიჯაჭვულობა უბრალოდ. არ შემიძლია მის გარეშე და რაღაცეები, ხო? ეს როგორც წესი, ხო, აი ეს როგორც წესი არის ხოლმე ლილიტის მიჯაჭვულობა. არის ასევე თუ არ არის ეს ლილიტის ენერგია, არის სელენას პროექცია. მაგალითად, ჩემს სელენაში, ახლა მე მაგალითად როგორც სელენა ვერძი, მეგობარი იქნება ეს თუ პარტნიორი თუ ვინ იქნება, ვარჩევ, რამდენად შეუძლია იყოს მხიარული. აღარ როგორ მხიარული, ოპტიმისტური, მოძრავი, ენერგიული და ამას ეს თუ დავინახავდი ადამიანში, ყველაფერს ვაპატიებდი მე. იმიტომ რომ ეს იყო ეს სელენას ენერგიას რო ვეძახით, უკვე სელენათი შეხვედრა. ეს სელენათი შეხვედრა, ეს პროექცია რა არის, იცი რომ სინამდვილეში მე მომწონს ჩემში ეს თვისება ძალიან. მე აღმაღვფრთოვანებს და თუ სხვა ადამიანში ვეძებ ამ სელენას ენერგიას, ეგ მარტო ვარ ჩემ სელენასთან და გამზიარებელი არ მყავს ამ ენერგიის და მინდა ვიღაცამ გააზიაროს ეს. რო ვთქვი რომ ხა მე და სალმე სულ ვიცინით, თქო სალმე იუპიტერი ვერძია, მე სელენა ვერძი და ავდივართ ყველგან თან უშიშრად. აი ცხენივით მოვახტები ხოლმე ჩემს ცხენს მანქანას გავიქროლებთ ხოლმე და აი ეს ერთმანეთს ვერძებს ვუტრიგერებთ კარგი კუთხით სალომე იღებს ჩემგან ამ ოპტიმიზმს დრაივს ვაიბს სალომესგან მე ვიღებ აი ამ მიდი და რა კარგია რომ კაი ხასიათზე ხარ და ამას შესაბამისად აქ სელენას ენერგიით ვეძებთ ხოლმე ადამიანებს ხშირად ესე არის ხო ეს არის ბევრად არატოქსიკური შეხვედრა, გეუბნებით, აი მეგობრები იქნება, პირადი ურთიერთობა, ეს თუ არის ჩართული, აქ ნიშნავს, რომ მე ეს ადამიანი ჩემი ნამდვილი მეს ამოტანაში მეხმარება, რომ მე ძალიან მარტო არ ვიგრძნო თავი და თუ არის ლილიტური შეხება, ეს არის უკვე რაღაც მიჯაჭვულობებში, უნდა ვისაუბროთ გათავისუფლება. ოღონდ როგორ გათავისუფლება, მე უკვე ვიცოდი, რომ ეს მინდა, მაგრამ პლუს სხვა რაღაცებიც უნდა იყოს იქ ჩართული. და მანდ უკვე სინთეზურად ხვდებით. არის, როცა ჩვენ მშობლების მოდელებით შევდივართ ურთიერთობაში. მაგალითად, მე ხშირად შემიმჩნევია რასაც მთავაზობს ენერგეტიკულად ადამიანი, იმ როლში ვარ, ხან მამის როლში, ხან დედის როლში. თუ არის ძალიან უპასუხისმგებლო, ვერძული ტიპი, თუ არის ადამიანი, ხო? უპასუხისმგებლო, კარგი გაგებით. ზედმეტად ოპტიმიზმის, ზედმეტად სუბუქი. მე ეგრევე გადავდივარ დედის მოდელზე. ის არის გასაკეთებელი, ის არის ამას მიაქცია. ან ინტელექტუალურ ფსიქოტიპში გადავდივარ ეგრევე. და სატურნი აქტიურდება ჩემი მანდ, ხო? თუ არის პირიქით ცოტა ისეთი ადამიანი, მე მამის როლში გადავდივარ. ყველასთან ჩვენ როცა თერაპიული შეხვედრა გვაქვს, ყველა ამჩნევს მაგას, რომ იქ რომ მოდელში დაჯდნენ მამის, იღებენ დედის მოდელის პარტნიორს. რატო შეიძლება მამის მოდელზე დავჯდე, ესე იგი დედისგან ან რაღაც მაკლდა, რაღაც ვერ მომცა. ან არის ხოლმე პირიქით სუსტი იყო დედა, საწყალი იყო დედა და მე არ მინდა. ანუ ჩემთვის როგორც ქალისთვის შეიძლება ხა ჩემთან არ არის ეს მომენტი, ისე ზოგადად ხშირად რატო ჯდებიან მამის მოდელზე.
ну იქ მზეც უნდა იყოს აქტიური ძალიან და სუსტი მზე ნიშნავს ავტომატურად უფრო დედის მოდელზე გადასვლას, მაგრამ იქაც ცლიან რუკას გააჩნია და აქ შემოდის რა დედასთან და მამასთან დაულაგებელი ურთიერთობა, მოუგვარებელი, ან სიყვარული დამაყდა, ან ზედმეტად საწყალი იყო დედა და მე, ხალი მყავს წარმოდგენილი, ესეთი ბედური უნდა იყოს, თორე სხვანაირი ხალი არ ვიცი. მე ვცდილობ ხოლმე რომ ახალი მოდელი ჩავანაცვლოთ, მაგალითად ხალის და ყველაზე კარგი არის ხალი თერაპევტი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახალი მოდელი, ანუ იქ რაღაცა ტრანსფერს ვაკეთებთ ჩვენ მე თერაპევტზე და ამან ახალი მოდელი უნდა შეგვიქმნა, საწყალი და გაუბედურებული ხალი კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს ლამაზი, ვიზუალით ვიცი, ვინ ურჩიო ხოლმე თერაპიაზე, მაგალითად, რომ აი ვიცი, რომ ეს მოუხდება მას თავის ჰაბიტუსით, თავის მყარი ხასიათით. ზოგისთვის ეს მყარი და ის არის უკვე ტრამვული. მას უნდა რბილი და ჩახუტება თერაპევტი და მზრუნველი და სანდო ძალიან, ხო, რაღაც აი კუთხეები მომრგვალოს ის ფსიქოლოგიურად, ხო? ზოგთან არის მამაკაცის მოდელი, სუსტი ჯაჭყალი მამა ყავდა, რომელიც არაფერზე არ იღებდა პასუხისმგებლობას, დედა ათრევდა, ძალიან ისე უხეშად ვამბობ ახლა. და აბსოლუტურად გაუნულდა კაცის მოდელი, მაგალითად და თვითონ შეიძლება მამაკაცის ფსიქოტიპში დაჯდეს, ოღონდ ქალურად. დედის მოდელზე გადავიდეს, ხო? ოღონდ ეს დედის მოდელი მე გვერევა საერთოდ. ხალი, კაცი, ანუ ვერ ხვდები, ხო? დედის მოდელზე გადავიდი, მაგრამ დედა არ ასრულებდა ხალის ფუნქციას. შესაბამისად, მე იქიდან დედა დამაკლდა. და შესაბამისად, მეც ესე ვექცევი მე ჩემ თავს. და მე თუ ესე ვექცევი, მე ან კაცი მინდა სუსტი, როგორც მამა იყო, რომ ის გავაძლიერო, იმიტომ რომ ეს გეშტალტი უნდა დაიხუროს, ხო? ეს რაღაც აი, ის რაც მე მინდოდა მამისგან, მე უნდა შევძლო პარტნიორისგან და ჩემი არაცნობიერი ისე ბავშვობაში იმ მამასთან არის ურთიერთობაში და უნდა მოაგვაროს ის პრობლემა, რომ ბავშვი ინტუიციურად გრძნობს რა ხდება ოჯახში. იგივე სცენარს ათამაშებს. იგივე სცენარში შედის და ამ დროს ეს წამგებიანი სცენარი არის. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანების გადაკეთებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ტრამვების გამო ადამიანი გამოვიყენოთ, რომ მე ტრამვა მიმკურნალო. წამგებიანი ვარიანტი არის. პლუს ტრამვის კურნალობა არ გამოდის აქ, იმიტომ რომ მარტო ეს სცენარი მაქვს. ანუ ხა სუსტი კაცისგან ძლიერს ვერ გახდი. თან შენ თუ განაიარაღე საერთოდ, იმიტომ რომ დედის როლიდან მიდიხარ ამ პარტნიორთან, იმიტომ რომ ხო გავნებით ახლა მე რასაც ვაკვირდები, თუნდაც ჩემ ენერგეტიკულად, აი ჩემს ემოციას რო ვაკვირდები, როგორი ადამიანიც მოდის მისი რუკიდან გამომდინარე, ხო მე იმას, რასაც ვიღებ იმის ენერგიისგან, იმას პასუხობ. იმ მოთხოვნებს უბრუნებ. ანუ ეს არ არის რომ მე ესეთი ვარ და მორჩა და სულ ესეთი ვარ. ჩვენც ვიცვლებით ადამიანებთან. ადამიანის ენერგეტიკა ჩვენზე მოქმედებს, ჩვენიც მასზე მოქმედებს და ამიტომ არის რომ ერთთან კაი ტიპი ვარ, მეორესთან არა ვარ კარგი ტიპი, ხო? რა არის განსხვავება? იმისი რუკა ჩემთან მოქმედებს, იმისი ენერგეტიკა მოქმედებს და მე ისევე ვუბრუნებ მას. შესაბამისად, მე თუ ამ ჩემი ტრამვებიდანაც მოვდივარ, ის თავის ტრამვებით მოდის. მე თან ვიღებ იმის სცენარს, მე აქვე ცნობიერში რაღაც აგრესიები შემომდის, ხო? მეც აქედან ვაგზავნი რაღაც აგრესიებს, ან რაღაც მიჯაჭვულობებს, ან რაღაც პროექციებს, ხო, მაგალითად და გამოდის უკვე როგორი ურთიერთობა, იცი რომ მე მას კი ვერ ვხედავ და ის მე კი ვერ მხედავ, საერთოდ სხვაგან ვართ. აი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პირად ურთიერთობაში იმ პარტნიორს კი არ შევხედო, რატო ის როგორია. ჩვენ უნდა დავინახოთ, ჩვენ რა გვინდა. რატო რა პროექციებში ვარ, რა ასოციაციები წამომივიდა. პლუს ვაკვირდები, რომ მე რატო ვიქცევი ამ ადამიანთან ესე, რა დამიტრიგერდა აქ, მაგრამ მისი ენერგეტიკაზე შემიძლია გავიდეთ ჩემს ემოციებზე დაკვირვებით. აი ახლა მაგალითად თუ არის ხა ისე მინდა ვთქვა ვენერა მერწყული ადამიანი, ხო? მასთან ძალიან მე სიამოვნება მეგობრობა და ძალიან თავისუფლად შევარ მეგობრულ ურთიერთობაში. ქალია, კაცია არ აქვს მნიშვნელობა. თუ არის ვენერა მორიელი, აბსოლუტურად სხვანაირად მოვიქცევი მასთან. ანუ ემოციური ხა ვენერას დონეზე ურთიერთობა რო ჩავთოთ, ხა მთელი რუკა აქვს განსხვავება, მაგრამ მასთან იმისი ენერგეტიკა, იმისი მოთხოვნა, იმისი ქცევა, ვენერას ტიპის ქცევა, ჩემში აღზრდავს მსგავს ენერგიას და ვუბრუნებ მე მას. ხო ხდები? ანუ მანდაც მეხმარება ჩემს თავზე დაკვირვება დავინახო ის როგორი ენერგეტიკის ადამიანი არის. რა შემოიტანა? რა შემოიტანა? ამიტომ მე რასაც ვაკვირდები ურთიერთობაში ბევრი სხვადასხვა კომპონენტი მუშაობს და გააჩნია ჩვენ დავაფიქსიროთ, ეხლა მე ლირტის პროექციაში ვარ, სელენას პროექციაში ვარ, თვარე მზის დონეზე მუშაობ მაგალითად, ხო?
თუ სატურნის დონეზე მუშაობს. ზოგჯერ არის სატურნის დონე, მაგალითად, ეხლა სატურნი როცა ან მეშვიდე სახლში ყავს, ან სასწორში ყავს, მან შეიძლება გამოვლინდეს სატურნული ფიგურა, ხო? პირად ურთიერთობებში მაგალითად, ხო? და ან ჩვენ მოვიქცეთ სატურნულად, ან პარტნიორი მოგვიქცეს სატურნულად და მე არ მინდოდეს ეს სატურნული ქცევა მაგალითად და გაქცევა მინდოდეს ამ სატურნული ენერგიისგან, ხო? ანუ აქ უკვე სატურნის პასუხისგებლობებს ვეხებით, ხო, რა არის აქ ის? ანუ ვალდებულებითი ურთიერთობის ფონი შემოდის აქ, როცა პარტნიორის სატურნი თუ ჩემ პირველ სახლში ის, ან ასციდენტზე მისის. ეს არის უფრო ვალდებულებითი ურთიერთობა, ან ესეთი მოთხოვნადი ურთიერთობა, ის უკანაც და მეგობარი იქნება, დაძმა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. ეს ადამიანი სულ რაღაცას მთხოვს და აღარ მინდა ეს მოთხოვნა, ხო? და ხშირად რო უკითხავთ, რომ აი ეს პრობლემები მაქვს ურთიერთობაში, შემხედავს და პარტნიორი სატურნის ის ამის ასციდენტზე, ანუ აქ განცდა, რომ ეს სატურნია ეს ადამიანი და მისთვის სატურნია მართლა. და ამ დროს ის ადამიანი სხვასთან საერთოსნაირად ექცეოდეს. ან უბრალოდ მივიზიდოთ სატურნიანელი ადამიანი, რომელსაც სულ აქვს ის განცდა, რომ ვიღაცებს რაღაცა დაავალოს და მოთხოვს, ან არაფერი არ თქვას, მაგრამ უკვე ჰაბიტუსი აქვს კანონების. რა მე მაქვს ეს ენერგეტიკა სხვათაშორის სატურნული ამ ხრივ რომ შეიძლება არაფერი არ თქვა, მაგრამ ადამიანს კონდეს განცდა რომ რაღაცა დააშოვა. არ ვიცი, ეგ შენ უნდა თქვა, მაგრამ წესით რუკაში ეგ მაქვს, რომ ანუ გადახრები და შეცდომები შეიძლება მართლა ამ მქონდეს ამ დროს მე შინაგანად პრობლემა, მაგრამ ის ადამიანი დაინგროს, რომ ვაიმე ეს როგორ შემეშალა მასთან და შეიძლება ვაბჟე არა მაგ მაზეთი განცდა, ხო, საერთოდ. ანუ ამას ვამბობ, რომ შეიძლება ჩვენ საერთოდ უყურებთ, მაგრამ არის უხილავი ჩემი ენერგეტიკა სატურნის, რომელიც უკვე ხა ძლიერ სატურნი მყავს და ძლიერ სატურნი ეს არის რა ვიცი, ხო? ენერგეტიკულად მოქმედებს სხვა ადამიანებს და მიუხედავად იმისა, შენ რამდენად გააკეთე ეს თუ არ გააკეთე, მაგრამ რაღაცა ენერგია მოქმედებს. და ამ დროს შეიძლება ეს ადამიანი იმდენად არ მაინტერესებდეს, არ მადარდებდეს, რომ არც კი გავიფიქრო, რომ რამე დააშავა, ან რამე შეცდა, არ მაინტერესებდეს, მაგრამ მე მიყვებოდნენ ხოლმე წლების შემდეგ, რომ აი ჩამოვიშალე, დავინგრიე ეგეთი რო ხარ მე რატა მან რაღაცები მუშაობს ამიტომ აი მიხდი ხო რამდენ შრეზე ვყოფთ იქ ვენერა ცალკე მარსი ცალკე კი რა თქმა უნდა მუშაობს ახლა მე და სალომეს ორივეს ვენერა პლუტონის და ვენერა ნეპტუნის ორივეს ჰარმონიული ასპექტი გვაქვს ეს არის ფანტასტიკური ასპექტი რაღაცა მხრივ და ქალებისთვის განსაკუთრებით ახლა აი ურთიერთობებშიც აი მთელი ემოციით და მთელი გრძნობები და სიღრმით რო ხარ თან ხო ურთიერთობებში სიტყვაზე ძალიან ესეთი ასპექტი არის და ერთნაირად უყურებთ ამიტომ და შენ ბევრ რაღაცებს მაგრამ ეს მზეს დონე სატურნის დონე შავი მთვარის დონე მაგალითად იქ სინასტრიის დონე კიდე პლუს რო ერთვება ხო ეს იმდენად მთლიანად ჩაშლის აქ ადამიანებს შორის ურთიერთობას და ამ ყველაფერს ახლა ჩვენ შეიძლება რუკებით გავიდეთ მაგაზე, მაგრამ თუ არ ვიცი ახლა ასტროლოგია, მაგრამ სხეულს უსმენ. განცდის დონეზე კი. მე დავინახავ ჩემ თავს და ამ ადამიანს ერთად და აქ რა ხდება იცი, სალ მე აღარ არის აი ეს დამპალი როგორ მომექცა. ხო, აღარ არის, კი, ეგრე არის ნამდვილად. მან მაგ თემაზე რო გავაგრძელოთ ასევე როგორ ალბათ სტიკითხვა როგორ დავამუშაოთ ან როგორ ვიმუშაოთ აი ამ საკითხებზე და ამ ტრამვებზე და ამ სცენარებზე შიგნით ურთიერთობაში ხა არის იგივე მართლა მეც მინახავს რომ რაღაც აი ძალიან ისეთი ურთიერთობაა რომელიც ნუ ძალიან აწვალებს ორივე პარტნიორს მაგრამ არ შორდებიან აი წლები არიან ერთად და ხვდები რომ შედეგამდე ვერ მიდიან იმიტომ რომ არაცნობიერებენ არ უსმენენ არც საკუთარ თავს არც პარტნიორს მაგრამ ძალიან ხშირად არის ეს იმიტომ რომ მტკივნეულია ზუსტად ამ რაღაცას მიადგე და ამაზე მუშაობა დაიწყო ხანდახან დანახვაც არ გინდა და მესმის მაგრამ როდესაც გიღირს იმიტომ რომ ძალიან მარტივია რაღაცის დანგრევა ძალიან რთულია მუშაობა განსაკუთრებით საკუთარ თავზე და ძალიან რთულია ასევე კომუნიკაცია იცი რომ აი მე რაღაცას მივხვდი
და მინდა რომ როგორღაც შენც გაგაგებინო რომ ეგება რაღაცა დავალაგო და როგორ ხედავ როგორ შეიძლება ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ ავდგე და წამოვიდეთ და რაღაც ფეხებზე დავიკიდო და ეს ghosting-ი ესე ვთქვათ რომ ძალიან მარტივი თემაა და აი ეს რაღაცა ერთი ხელის მოსმით დავანგრიოთ ის რაც თითქოს ძალიან ესეთი სასიამოვნო რაღაც უნდა ყოფილიყო ან ეს მიჯაჭვულობა არის ან ეს მიზიდულობა არის და როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე როცა აი ეს მომენტია რომ ჯერ არ მინდა დანგრევა ან მიჯაჭვული ვარ ემოციურად ვარ ჩართული მან დაშორება არ გამოდის ხოლმე როგორც წესი იმიტომ რომ ემოციები არის კიდევ ანუ ურთიერთობა არის ემოციური კონტაქტი ადამიანთან ისე როდის ხდება დაშორება შეიძლება ერთად იყვნენ ადამიანები მაგრამ დაშორებულები იყვნენ როცა ემოცია აღარ არის როცა აღარ არის აი არაფერი ნერვს აღარ გიშლის ამ ადამიანის ან პირიქით ნერვს გიშლის უკვე არსებობა და ნერვს გიშლის განა იმ კუთხით რომ ბრაზდები რატო არ ესმის არა საყოფად ცხოვრება დონეზე აი ენერგიას ხარჯავ რომ ამასთან ერთად ცხოვრობ ან არის რომ რაც არ უნდა უკვე მითხრას ამ ადამიანს აი ერთად რომ გზავრობენ ხოლმე საათობით და ჩუმად არიან აზრი აღარ აქვს უკვე ლაპარაკს და მაგიტომ არიან ჩუმად ამიტომ თავიდან რომ დავიწყეთ მე და შენ საუბარი უცხოელების მენტალობასაც ჩვენ შორის ჩვენთან მე რასაც ვაკვირდები ხალი ძალიან იბრძვის ურთიერთობისთვის თავიდან ახლა უმეტესად ზოგჯერ არის ხოლმე ხალები იქ დანგრევენ ურთიერთობას ახლა მარტო ედრე არ არის შაბლონი მაგრამ აი მე რასაც ვაკვირდები ხალი უფრო და მოდი პირდაპირ ვიტყვი რა უფრო დაბალი თვითშეფასება აქვს ქართულ ხალხს ვიდრე უნდა კონდეს ისედაც ვიდრე ევროპელს და დაბალი შეფასება რა იგულისხმება ეს არ არის აღზრდის ბრალი ეს არის სოციუმის ბრალი ეს არის უმშევრობის ბრალი თვითრეალიზაციის არარსებობა ანუ აი რა არის ხა დაბალი თვითშეფასება ხო მაგალითად რომ აი მე თუ დიდ ენერგიას ხარჯავ ადამიანზე რომელსაც ჩემი არ ესმის ან არის ხოლმე ხშირად რომ აი ადამიანი პირიქით იქით გეუბნება რომ მე ყველაფერი ოკეი მაგ შენ გაქვს პრობლემა ხო ეს პირველი არის ეს უკვე ძალიან ძიმე შემთხვევაში ნარცისული ველი არის ეს უკვე რომ მე ოკეი ვარ და შენი ბრალი არის ხო და დაბალი თვითშეფასება საიდან მოდის როცა მე არ ვარ ოჯახურად დამოუკიდებლობა შეჩვეული როცა და ჩემი სუბავშვო სული და მამა მუშაობდა ეს არის უკვე ძალაუფლება კაცის ხელში გადასული და ქალს არ აქვს ძალაუფლება და ძალაუფლება იმ კუთხით რომ მე ვიარსებო ისედაც ანუ ეს ურთიერთობა ნებაყოფლობით იყოს 10 წლის მერეც და 20 წლის მერეც და არა ვალდებულებითი უკვე თავიდან ვიწყებთ ურთიერთობას სიყვარულით მაგრამ მე თუ არაფერი არ გავაკეთე ჩემ ცხოვრებაში მე თუ რეალიზება არ მოვახდინე ჩემი შემოსავალი არ მაქვს ჩემი კარიერა არ მაქვს ნელ-ნელა ეს სიყვარული ვქრება დამოკიდებული ვხდები პარტნიორზე. ისედაც ხალის ბედი საქართველოში არის რომ ეხლა ალბათ ნაკლებად არის ეგრე მაგრამ მარტო კულტურაზე კი არ არის ფიზიკურად არ არის სამსახურები ჩვენთან არ არის ქვეყანა ახლა ნუ მესამე კატეგორიის ქვეყანა ვართ ხო ფაქტიურად არ არის ეკონომიკურად ძლიერი არ არის სოციალურად ძლიერი ქვეყანა ანუ ეს არის უკვე აი ზუსტად იმ კომუნიზმის ბრალი რომ ჩვენ ამხელა ფსიქოლოგიურ შარში ვართ დღევანდელი თაობაც თუნდაც და ახალგაზრდა თაობას ცდილობს გაქცევით ზოგმა უშველოს თავი ზოგმა მაგალითად რომ დაიმკვიდროს თავი მაგრამ ზუსტად იმ კომუნიზმის და იმ რუსული სტილის ცხოვრების ბრალი არის იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებმა უკვე ისეთი სოციალური გარემო შექმნეს მატერიალურად ხო რომ ქალის უფლებები ბუნებრივად არის დაცული და მე რო ვიცი ახლა რომ მე უღლემ იცის კაცმა იცის რომ ეხა მე თუ ჭუით არ ვიქნები ეს კარი დაკრავს ძალიან მარტივად ფეხსა წავა და იმისი ის არ აქვს ვაიმე შულს რა ვაჭამო იმის პრობლემა არ აქვს არ აქვს იმის პრობლემა რომ ბაღი და მე გამოიყვანს ბავშვს და ვაიმე და ვუიმე ხო იმიტომ რომ იქ ძალიან სერიოზულად არის ეს ყველაფერი დაცული და რაც ამერ მიუხედავად იმიტომ რომ დედამთილი მამამთილი ყველა გეხმარება ვითომ ბავშვის აღზრდაში და ყველა სიხეციან დროში ხელს გიშლის და მე ფუჭდება მამან ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ვალდებულებითი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სიამოვნებაზე დაფუძნებული, ხო და აი ეს სისტემა თვითონ ეს პოსტკომუნისტური ხა ჩვენთან ეს არის ხო პოსტბოლშევიკურ გარემოში ვართ ეხლა პოლიტიკურად თან ისე უკან ბრუნდებით ხო ზუსტად ამაზე ვიბრძოდით ჩვენ რომ აი ეს რაღაცა წყობა ყოფილიყო სოციალური რომ გათავისუფლებულები ყოფილიყვნენ ქალები აი ამიტომ და ქალისთვის კი არა მარტო კაცისთვისაც საჭირო არის საზოგადოებისთვის ბავშვისთვისაც კაცისთვისაც საჭირო არის იმიტომ რომ ის მერე
ნუ აზიური ტიპის კაცებს ურჩევნია ძალაუფლება ხელი ვერ გააძირონ ისე გქონდეთ რომ მარტო კაცი ვარ და ამიტომ უკვე ხალი ჩემს საკუთრება უნდა იყოს მაგრამ როცა ძალაუფლებაზე აღარ ვსაუბრობ თანასწორი გადანაწილება და უკვე ხარების დონე და ამაზე საერთოდ ამ განვითარებას იძლევა ქვეყნის განვითარებას საზოგადოების ხო და ეხლა აქ როდესაც ეხლა ესეთ სამეზობლოში ვართ სულ ომებში ვართ ეხლა მე მესმის რა ეს არ არის გასაგებია მაგრამ აი ესეთ მოცემულობა გვაქვს შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ხო, ქალებს აქვს დაბალი თვითშეფასება. იმიტომ რომ კულტურულად არ არის ესე განვითარებული, ხო, ყველაფერს ვერ გადატეხა უცებ რა. ახლა შენ თუ გინდა რომ ძალიან კარიერისტი და რაღაცა იყოს სიტყვაზე, ხო? მაშინ სხვა კატეგორიიდან დაარჩიო პარტნიორი და ზოგჯერ მაგ კატეგორიაში პარტნიორები არიან აზიური მენტალობით მაგალითად მაინც, ხო? და ანუ მაინც მე ქალების მხარეს იმ კუთხით უფრო ვარ ხოლმე, რომ თვითონ უთანასწორობა არის, სოციალური უთანასწორობა არის. ხო, ხო, გაცილებით მეტად აიყვანენ კაცს მენეჯერად, ვიდრე ქალს ჩვენთან, ხო? და საზღვარგარეთ ახლა ეს უკვე აღარ არის. და ამიტომ ესეთი სიტუაციები ქმნის აი ამ თვითშეფასების კრიზისს და გაცილებით მეტ ხანს ითმენენ ჩვენი ქართველი ქალები, ვიდრე ევროპელი მოითმენდა მაგალითად. ხო, იქ ძალიან მარტივად არის ხოლმე ის მომენტი, რომ მე მჭირდება ვიყო ბედნიერი ამ ცხოვრებაში. ქართველებს რო უსმენ, ზოგჯერ აი ისეთი ცუდია სამყარო, ისეთი აი თვით გადარჩენისთვის მიწევდა ბრძოლა ხშირად მეუბნებიან და მე არ მესმის ეს ტერმინი რა არის. და არა იმიტომ რომ სირთულები არ მქონია ცხოვრებაში. ეს არის ხედვა სამყაროს მიმართ, ხო? აი მე არ მგონია რომ ჩვენ არსებობისთვის და გადარჩენისთვის ვცხოვრობთ. მე მგონია კართობისთვის ცხოვრობთ. მე მგონია სეირნობისთვის ცხოვრობთ მაგალითად. თუნდაც ფული არ გქონდეს სიტყვაზე, ხო? ახლა რომ გახვალდა მზეს უყურებდა, ხეებია და ერთხელ იყო თერაპიაზე, ჯგუფურ თერაპიაზე. სერიოზულად კითხულობენ ჯგუფელები, იციო არიანო ადამიანებიო, რომელსაც უბრალოდ უხარიათ ცხოვრებაო და ზერო ანათის ბედნიერები არიან და მე მგონა რომ გადაობდნენ. ხა მეთქი ეგეთი თქვა და ფართო გაკორებულება გამომხედეს და თან ესეთი ვარო არ მართლა მეგონა რომ ხუმრობდნენ, ანუ აღმოვაჩინე რომ არიან ადამიანები, რომელსაც გონიათ რომ ესეთი ხალხი ხო ხტები ფანტაზია, ანუ მეც შოქში ვიყავი და ისინი შოქში იყვნენ. არა იმიტომ ხო ჩემ ოჯახს ამ ხელა გაჭირვებას და უბედურებაცაა გამოვლილი. მეც მაგალითად ახლა არ არის ეგრე რა მართლა რა და მაგრამ რაღაცა ხო წმინდა უნდა დავიტოვო ცელში ხო? რაღაცა ნათელი სიწმინდე უნდა იყოს თუნდაც ის რომ არ არის სამყარო რა, ხა ტანჯვა და არ არის სამყარო გადარჩენისთვის ბრძოლა. ვინმე ბრძვის? ეხლა ჩვენ რო ვიყოთ გამოქვაბულში და მართლა რო გამოყო წვირი გელი შემჭამს, მათ ვიტყოდი რომ მართლა გადარჩენისთვის ვიბრძვით ეხლა ჩვენ. დანარჩენი ეს არის უკვე შინაგანი ემოციური განწყობა, ხო? დანარჩენი არის ინტროექტები, დედა უბედური, მამა უბედური, ეხლა ჩემთანაც მამჩებს ვიცინო და რაც არ უნდა პრობლემა ერთხელ ავარია მოუვიდა და გასკდა სიცილით მამაჩემი რომ აი მორა სისულელი დამემართაო კაცო და ეცინებოდა. სხვა შორის მეც ესე ვარ ხოლმე რაღაცა ცუდით დამემართება. ანუ რატო გეუბნებით ეს ოპტიმიზმი რა არის სინამდვილეში, იცი? კარგი ეხლა ფუფიკო, ნუ დამინგრიე მათ ყველაფერი. ეს ოპტიმიზმი არის ჩემი აზრით კულტურა შინაგანი. როცა დრამატულად უყურებს სამყაროს, ხო? აი აქ სადღაც ის სამყაროს მე ესე გიბრუნებს. და მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევხედოთ სხვანაირად სამყაროს და იცი რა არის ეს თან რომ არ მოგწონს ცხოვრება შეცვალე. აი თუნდაც ქალი რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან იტანჯება ახლა შენ რაც მკითხე, ხო? მან იცი რა გზავნილია ჩემთვის არაცნობიერი და მე ვიმსახურებ ტანჯვას. მე ესე უყურებ სამყაროს რომ მე არ ვიმსახურებ სიყვარულს და ვიმსახურებ აი ესეთ მოქცევას. ყველას გვაქვს ეგ მომენტი რაღაცაში, ყველას ყავს ისეთი მეგობარი რომ არ უნდა გყავდეს და მაინც ვართ, ან მეუღლე, ან შვილთან გვაქვს ესეთი ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ მანდ უნდა იყოს არჩევანთელი ფსიქოთერაპია იცი რაზე არის, საუნ მიმართული ხა შენც კარგად იცი სალამეც თერაპიებზე წლებია დადის. მთელი თერაპია იმაზე არის მიმართული რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენი თავის სიყვარული. და სიყვარული ის კი არ არის ხა მე ლამაზად გამოვიყურებ და სიყვარული არის როცა მე შევდივარ ისეთ ურთიერთობებში, სადაც მე ბედნიერი უნდა ვიყო. იქნება პრობლემებიც, იქნება სირთულეებიც, მაგრამ იმ სირთულეებს გამოვიყენებ მე იმისთვის რომ მე განვითარდე და ამას ტრაგიკულად კი არ შევხედავ
რა მაგარი ეს ადამიანი რომ მოვიდა ცხოვრებაში, რამდენი რაღაცას მივხვდი, რამდენი რაღაცა გახდა ჩემ თავზე ვიყენებ ამ ურთე. ის ვაიმე ოღონდ იმასთან ვიყო, რატომ მინდა მასთან ყოფნა? რას მიტრიგერებს ეს ადამიანი? რა მაკლია თურმე სულში? რა დამანახა ამ ადამიანმა, ხო? ამას უნდა შეხვედრა, ეს არის საკუთარი თავის სიყვარული სინამდვილეში. რომ აქ მე დასჯას და ღალატს და უბედურებას კი არ ვგრძნობ. აქ ვგრძნობ როგორი უსუსური ყოფილა რაღაც ნაწილში. ან როგორ არ მომივლია ჩემი თავი, როგორ არ მყარებია ჩემი თავი რაღაცაში და ამ ადამიანმა დამანახა. და ასე თუ ვუყურებთ ამ სიტუაციებს, ხო? მე ეს განჯაჭვაც მარტივად ხდება, იმიტომ რომ იცი უკვე დიცურად შირისთვის მოვიდა ეს ურთიერთობა შენ ცხოვრებაში, მეგობარი იქნება, თანამშრომელი იქნება, პარტნიორი იქნება, და იქნება, ძმა იქნება, ხო? ის არის უკვე ძალიან დიცურეთში დანახვა ყველაფრის და აქ გახსნა ხდება სამყაროსთვის და აღარ უყურებ მტრულად ამ სამყაროს, რომ შენ დაგსაჯეს, შენ ცუდად მოგექცნენ, შენ გიღალატეს, ღალატი არ არსებობს. მე საერთოდ ეს იცი რა არის ღალატი სინამდვილეში? აი მე როგორ ახულობ ნამდვილ ღალატს, ხო? როცა მაგალითად აი ემოციურ და даже უხილავით შეიძლება ეს ღალატი იყოს. საერთოდ არაფერი არ გაგეთოს ადამიანმა და უხილავი იყოს. აი რაღაც შენ აი გაუხსენი ადამიანს გული და იმან ვერ დაინახა ეს გახსნილი გული, ეს ჩემთვის ღალატი შეიძლება იყოს. მაგრამ ის გარო იმან მიღალატა, ეს არა. მან აი ვერ დაინახა, ესე იგი მე გავხსენი იქ გულისაც არ უნდა გამეხსნა. სადაც ღორს მარგალს დაუყრის თემაში, ოღონდ ღორი კი არ არის ადამიანი, უბრალოდ ეხა მე რო ჩემს ნათესავს, რომელსაც ძალიან არ აინტერესებს ასტროლოგია და საერთოდ არც ის რა არსებობს, ახლა ძალიან რო თხოვო კონსულტაციას გაგეწევა. აი ესეთი რაღაცა არის. აძლევ ადამიანს იმას ეს არ ჭირდება. ესე იგი ჩვენ დავისწავლოთ ჩვენი თავის დაფასება იქ, რომ ჩვენი უნარები, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი სიყვარული მივცეთ იმას, ვისაც ჭირდება. ვისაც არ ჭირდება, იმას არ ვატენით. იმიტომ რომ თუ მასეც ვატენით, აუცილებლად იქ გაუფასურება იქნება, ფრუსტრაცია იქნება და ისე ჩვენ ვქნებით ცუდად და სინამდვილეში მე გონია რომ ის ადამიანი მოგვიქცა ცუდად და სინამდვილეში ჩვენ მოვეკეცით ჩვენ თავს ცუდად, იმიტომ რომ გონზე არა ვართ. ვინ რას მოგცემს, ვისთან უნდა წავიდეთ ურთიერთობაში, ვინ დაგვინახავს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ბავშვობის პროექციებში ვართ. შეიძლება ბავშვობა აქ არ იყოს, მაგრამ სადღაც ურთიერთობაში მე რაღაც სერიოზული გავმაზე. და ახალმა ადამიანმა დამანახა რომ ეს გავმაზე და არ იყოს ეს მშობლების პროექცია, მაგრამ იყოს წინა ურთიერთობიდან თურმე მე რა არ მქონდა. ეს ყველაფერი გვაცნობს ჩვენ თავს, ხო ესე არის. ჩვენ თავთან მივყავართ და ხშირად ახლა კიდე კარგია ჩვენთან არ მოდის ესეთი ხალხი, მაგრამ ხშირად მე რასაც ვაკვირდები, საერთოდ არ აქვს თავის თავი ჩართული არაფერში. ის ადამიანი ის ახლა ხანდახან 1000 ერთხელ თუ მოვლენ ჩვენთან, თუ დაიწყებენ ქვეყნიერებაზე ლაპარაკს საკუთარი თავის გარდა, აქ უკვე გასაგებია რომ ადამიანს საერთოდ კონტაქტი არ არის თავის თავთან, ყველანაირად ცდილობს რომ გარემო პირობებში გადაიტანოს ყველაფერი, იმანის დააშავა, ეს არ იყო კარგად, ის იმანის მიქარა, ის მაგრამ მე აქედან ვერც დასკვნებს ვერ ვიღებულობ. ვერც ვაცნობიერებ მე რა განვიცადე ამ ყველაფერში. მე რა როლი მქონდა ამ სიტუაციაში, ან მე არ არსებობს. და ცხადია დასკვნებიც ვერ გამომაგ და ცხადია ვერც ვერაფერს პრიალებენ ბრასში. და მე მუდმივად ერთი და იგივე სიტუაცია მოდის, სანამ არ დაინახავ, სანამ არ ისწავლო. აი ეგეთი ადამიანები ძალიან ტოქსიკურები არიან მე პირად ურთიერთობაში და ვერ ხვდებიან რატო წავიდნენ მისგან და იმ პარტნიორს აბრალებენ მე ყველაფერს და სინამდვილეში ხა მე თუ ჩემ თავთან არ ამ კონტაქტი, მე თუ ასე არა ვარ ვინ არის, ვინ ის პარტნიორი მე რატო დამინახავს? ხო? ცხადია. ან შეიძლება დამინახოს, მაგრამ მე ვერაფერი ვერ ვიგრძნო იქ. მე იქ ჩავაფრინდე, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ჩემ თავთან ურთიერთობა, მე არ ვიცი ჩემ თავთან ყოფნა რა არის, ხო? და რა არის იცი საინტერესო, აი ეს ვერძებს გვახასიათებს ხოლმე რა, რომ იმდენად კარგად უნდა ვიყოთ ჩვენ თავთან. ვინც არ უნდა მოვიდეს, წავიდეს, ეს ღერძი არ დაიკარგოს. ეს შიდა მთლიანობა არ დაიკარგოს, ხო რომ მე ვიცი რომ თუ ვინმე რამე ყველაზე კარგს მომწევს, ჩემ თავი მომწევს. სხვაჩვენს თერაპიაშიც მათ გადიოდნენ გოგოებიც, მტკინეულ მომენტს რომ ჩვენ სხვისგან ელოდნენ და ხვდებიან რომ მხოლოდ თავისგან მიიღებენ იმას, რაც სხვისგან უნდოდათ და ჯერ არის დიდი ტკივილი, გამოტირება, ან დედისგან მინდოდა მიმეღო, ან მამისგან, რომელსაც მე პროექციაში ვდებ, რომ მეუღლე მინდა ეს მომცეს, ხო? და
მანდ მივხვდი რომ აი ამასთან შეხვედრა რო ხდება ეს წარმოსახვა შინაგან თერაპიაში ხდება ხოლმე ეს შეხვედრა საკუთარ ნამდვილ ავთენტურმესთან და აი ეს მტკინვეული ჯერ იწყება ტირილით რომ მე ფრუსტრაცია მაქვს რომ უი თურმე ვერ მივიღებ და ეს კედელზე შეჯახება ჩერდება რომ მე მინდა ამისგან მივყან მე მეუღლეს ხედავს ემბრიში მეუღლეს ვერ ხედავ და მამიკოსთან ვარ იქ ან ჩემს სურვილებთან ვარ რომ მე მინდა რომ ეს მომცეს მამამ იმიტომ რომ არ მქონდა ეს ზუსტად ხო და ზოგჯერ ურთიერთობაში იცი ხარშეს მე მქონდა ეგ რომ მქონდა დიდი დანაკარგის შეგრძნება ძალიან დიდის რომელიც არც მქონია საერთოდ და მაგიტომ მქონია თურმე დიდი დანაკარგის შეგრძნება იმიტომ რომ იმდენად არ მომეცა ის თურმე ჩემს შიგნით რაც მინდოდა უბრალოდ არც ყოფილა არასოდეს და ეს იყო უკვე რომ დავიბადე დანაკარგით განცდა მქონია თურმე თერაპიაში და მეც მივხვდი რომ მე უნდა გავიდე მე უნდა შევქნა ის რაც დანაკარგი მქონდა არავის არ უნდა დაავალდებულო ეს მოგცეს მით უმეტეს მშობლების მიღმა პირები რომელიც საერთოდ იმას თავისი პროექციები აქვს შენზე ის რაღაცას გთხოვ შენ რაღაცას ხო და ტოქსიკური ურთიერთობა იქნა ფუსტრირებული ურთიერთობები რა და იმედგაცრუებების ის არის არამედ მე ვაძლევ ყველაფერს ჩემ თავს მე ვხდები ან ჩემ თავის მამიკო ან ჩემ თავის დედიკო მე ვანებივრებ ჩემ თავს არა ის რომ აი მე უბედურია სამყარო და მე უბრალოდ უნდა გავიჭირო არა მე სადღაც უნდა დავხურო ის ტრანვირებული უბედური ცხოვრება და ეხლა ხო დიდი ვარ ეხლა მაქვს ყველანაირი შესაძლებლობები და მოდი აბა თუ მაქვს თავი შევქნა ახალი ცხოვრება ჩემი თავისთვის ახალი ცნობიერება ახალი ფიქრები ახალი აზრები ახალი ინტროექტები მაგალითად ხო უკვე ჩემთვის სასარგებლო რაც იქნება უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ეხლა განვითარების ჩვენ მშობლებს თუ ამის შესაძლებლობა არ ქონდათ ეხლა ძალიან ბევრი არ ვიყიდი ფეხსაცმელს სიტყვაზე და წავალ სეანსზე თერაპიაზე ხვდები და მე იმდენად 2 წელიწადში მოვიხოდები რომ 5 ფეხსაცმელს ვიყიდი უკვე ჩემთვის იმიტომ რომ ჩემ თავის პატივისცემას და სიყვარულს დავიბრუნებ რაც კარმულად თელ ჩემ ოჯახს არ ქონდა ამას ვეძახით ესოთერულად ოჯახური ველიდან გასვლა და იქ ჯადოები კი არ უნდა აკეთო რომ წყებლები მოგცილდეს შენი ოჯახის უბრალოდ ეს ინტროექტები არ უნდა გააგრძელო შენ თავზე უნდა იმუშაო საერთოდ უნდა ჩახსნა ის ქცევები, უსიყვარულო ვარ იმათთან თავარი, ხო? უნდა ჩახსნა ის ქცევები, რომელიც გაჯაჭვებს ოჯახთან. იგივეს ვაკეთებთ მე ჩვენ, ხო? და აქ რომ მიდიხარ და მე შენ ხდები შენი ოცნებების თუ სურვილების მიმცემი შენივე თავისთვის, ხო? მე პარტნიორსაც აღარ უყურებ, როგორც შენი ოცნებების მეწველ ძროხად. და აქ უკვე მოდის ჯანსაღი ურთიერთობა. ესეთივე ჯანსაღს მიიზიდავ პარტნიორს, როგორიც უკვე შენ გაქვს ჯანსაღი შეხედულებები. ან ძველს მოიშორებ, რომელიც უკვე აღარ გადგება და ახალი მოვა უკვე ჯანსაღი. ან მაგალითად ძველთან ბევრი რაღაცები დალაგდება. სიტყვაზე, ხო? თუ გინდა იმ ძველთან. ამიტომ ეს შენ რაც თქვი ეს მიჯაჭულობები და ეს რომ ვერ ვშორდე, იმიტომ რომ ისევ ისეთი ვარ, რაც ვიყავი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ისევ ჩემი თავი და მგონია რომ უნდა დავიტანჯო. მგონია რომ ესეთი არის ცხოვრება კონკიას ფსიქოტიპი მაგალითად, ხო? რომ აი იმდენად დაბალი თვითშეფასება მაქვს, რომ არ მგონია რომ ბალზე წასვლას იმსახურებ. მაგალითად და მგონია რომ ნარცისების გარემოცვაში უნდა ვიყო და მათი ბრძანებები შევასრულო სიტყვით თუ მე ამ სცენარში ვარ ეს გაგრძელდება მუდმივად ამიტომ ურთიერთობა ძალიან გვეხმარება ჩვენი ფსიქოდიაგნოსტიკა გავაკეთოთ ენერგეტიკული კარმული ოჯახური სცენარების ლილიტური დიაგნოსტიკა გავაკეთოთ ყველა სხვადასხვა შეზე არის. ყველა სხვადასხვა, აი ხო შენ ციცი აქ ხო ზოგჯერ ლილიტური ყოფილა ურთიერთობა, ზოგჯერ მთვარის დონეზე ყოფილა, ზოგჯერ სელენას დონეზე ყოფილა. ეგრე იცვლება ჩვენ ენაზე რომ. კი, საპირწონედ არის ასევე რომ გაურბიხარ, მუდმივად გაურბიხარ ურთიერთობას, ან ძალიან ზედაპირულად შედიხარ, აი თვალს არიდებ, არ უყურებ, იმიტომ რომ არის ურთიერთობა სარკე რომელიც რაღაცას დაგანახებს და შენის უნდა დაინახო და იქიდან ისწავლო და არის რომ ნუ შედიხარ ურთიერთობაში რომელშიც საერთოდ არაფრის დანახვა არ გინდა და შედიხარ მარტო იმიტომ რომ ესე უნდა იყოს რაღაც უნდა გათხოვდე ბავშვი უნდა ყავდეს მაგრამ იქ ვერაფერს ვერ და ან მუდმივად გეშინია და გამორბიხარ ანუ აი შედიხარ და გამორბიხარ კაცებს ემართება უფრო მაგრამ ქალებშიც არიან ხო ქალებსაც აქვთ ხოლმე საერთაშორის ჩვენთან პირდაპირ ასპექტი ვენერა ურანი მაგალითად ან ვენერა მე-11 სახლი რომ
ზუსტად ეს გაქცევა გამოგცევა ფუფიკო ვერ დაწყნა და ადგილი ვერ იპოვა ჩემმა კატამ დასაძინებელი და მას ალკე უნდა მოუწყოთ ხოლმე რომ დაიძინოს ქალბატონმა ხო და მანდარი კიდე ცალკე სალ რომ არის ასპექტები რომელიც ესე გარბი ხარ ან პარტნიორი გარბის მაგრამ ფსიქოლოგიაში არის ესეთი მოდელი შენ თუ არ გქონდა ბავშვობაში სიყვარული ყველას არ გქონდა ხა იმ თაობაში და იმ სიტუაციაში სადეცალად ხო მაგრამ ყველა ფსიქიკამ სხვადასხვანაირად მიიღო ეს არ თემა ხო მე ან არის მოდელი რომ მე ისევ ისეთი უნდა ვიპოვო რომელსაც არ ვიყარები შესაძლებელსაც უნდა გამექცეს და მე უნდა ვთხოვდე მას სიყვარულს ხო და აქაც უნდა დავაფიქსიროთ იმიტომ რომ აუცილებლად ეს სიყვარული გამიყვას მე ბავშვობის დრამაზე და მოდელზე ოღონდ არაცნობიერში დეფოლტად რომ მიდის და ან არის ის მომენტი რომ მე უბრალოდ ჩავკეტე ბავშვობაში ემოცია ზოგჯერ ლიტკი ჭხიბებს ემართებათ ხოლმე ეს ან პირიქით მიჯაჭულობა არის ან პირიქით შიში არის ხო თუმცა ბევრს ემარ ლიტმერწყულსაც ემართება ეგ მაგრამ იქ შეიძლება საერთოდ უბრალოდ ურანელი იყოს ადამიანი ურანე ვენერა ურანი მარსი და უკვე ეგ მომენტი იყოს ხო პლანეტარულ დონეზე და არა კარმულ არაცნობიერ დონეზე ხო და მან უნდა ნახოთ სცენარი რომ ვინც გარბის სიამოვნებაში იმას ძალიან ძლიერი მიჯაჭულობა შეუძლია და იცავს თავს და ზოგი კიდევ იცავს თავს რომ ესეთი გაქცევაზე ორიენტირებული ტიპთან მიდის იმიტომ რომ ის რო არ გაიქცეს და დარჩეს მტრისაც მე იზე მივეჯაჭვები რომ საერთოდ დავიკარგები ხო და ჩემ თავსაც დავკარგავ ესეც დაცვითი მექანიზმია გარკვეულწილად რომ მე სულ ვიღაცას უნდა მივსდებდე და შესაბამისად აქ ის რომ მე ამხელა ემოცია მაქვს რომ შემიძლია მივეჯაჭო ადამიანს ისეთი უნდა ვიპოვო რომელიც არ მომეჯაჭვება ამიტომ შეიძლება ჩემთვის ეს ძალიან დამანგრეველი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში მივდივართ ინდივიდუალობამდე ინდივიდუალურ გაცნობიერებამდე და ეს პარტნიორობა არის მართლა პარტნიორობა ვასწავლოთ ერთმანეთს დავინახოთ ერთმანეთის ტკივილი, მოვუაროთ, საკუთარ თავზე ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ხო ანუ ხა ძალიან რთულია ხო, ჯერ იმუშაო, ჩამოყალიბდე და მერე შეხვიდე ურთიერთობაში 87 წლის ასაკში. ეგრე არ გამოდის. ხო, ადამიანები გვაჩვენებენ ჩვენში და სამყაროს რეალურად. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავინახოთ, ხო? მანდაც გააჩნია რუკას. თუ არის ხა აქტიური ხოლმე ვენერას ენერგია, სასწორლის ენერგია, კუროს ენერგია, ადამიანი ვითარდება პირადი ურთიერთობით. ხო. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ადამიანი ვითარდება უფრო კარიერაში, ვიდრე მეგობრობაში, ან დედობაში. ხო, აი ყველას აქ, აი ზოგადად ხო პირადებებისთვის მნიშვნელოვანი არის ახლა, მაგრამ მყოლია კლიენტები, რომელიც არ აქვს პირადი პრობლემები აქვს პირადში, დაშორდა ვიღაცებს, მაგრამ აი სიტყვითაც რო ლაპარაკო ძალიან არ ინტერესებს, აინტერესებს აი სამსახური რა სფეროში წავიდეს. აი არის აქაც ადამიანს გაჩ. ზოგისთვის არის რომ გაცნობიერო რომ მას თუ პირადი არ აქვს მოგვარებული არაფერი დანარჩენი არც აინტერესებს, არც მოუგვარდება სხვა პრობლემები. გასაღები აქ არის. ზოგთან არის რომ კარიერას თუ მოაგვარებს იქ პირადიც ავტომატურად გვარდება. თუმცა არის შემდეგი რამ რომ პირადი ურთიერთობა რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ზოგადად ხო? იმიტომ რომ პირად ურთიერთობებში გარდა სოციალური ურთიერთობები ყალიბდება ხო? ახლა პირად ურთიერთობაში იყალიბდება ადამიანური მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ აქ არის სექსუალური ენერგია ჩართული. სექსუალური ენერგია ეს არის მთავარი სიცოცხლის სიყვარულს ვეძახით ფსიქოლოგიურ დონეზე, კარმულ ასტროლოგიაში რო გადავიდეთ, ხო? ანუ თუ ადამიანს სიცოცხლე არ უხარია, მაშინ დაბალი სექსუალური ენერგეტიკა დევს. თუ არ არის ადამიანი შინაგანად, აი, ახლა მანდ შეიძლება დარღვევა იყოს და მეორე იმაში იყოს, ხო, იდეალიზირება სექსუალური ენერგიის როგორც მიჯაჭულობა ამ სიცოცხლეზე, სიტყვაზე, ხო, მანდაც არის ხოლმე სადღაც რაღაცები დარღვეული, მაგრამ ხა ახალგაზრდა გოგო, რომელიც არის 30 წლის და მეუბნება რომ არავინ არ ყვარები არასოდეს სიტყვაზე. ეზოთერულად რო შევხედოთ და არა კარმულად, ეს არის ენერგეტიკულად უკვე ვიცი, გავმივართ. უკვე დარღვევა კლიანად ენერგეტიკული ველის იმ კუთხით, რომ მე ან მშობლებთან ვარ ისევ არაცნობიერად და მე პატარა გოგო ვარ ჩემს არაცნობიერში და ისევ ოჯახთან ვარ და იმიტომ არავინ არ მყარებია რომ უნდა წამოხვიდე, ანუ ჩემი ასაკი შეიძლება იყოს 10 წელი.
და ფიზიკური ასაკი იყოს 30 წელი. ამიტომ მანდაც ვიწყებთ მე ასაკის რეალური ფსიქოლოგიური ასაკის შემოწმებას. რომელ ασაკში ვართ ახლა ჩვენ, ხო? და შეიძლება მარტო ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ არავინ არ ყოლია და არის 35 წლის და არაცნობიერში ის არის პატარა ბავშვი, რომელიც ისევ არაცნობიერად დედიკო და მამიკოსთან ცხოვრობს, რომელიც შეიძლება არ უყვარს ეს დედიკო და მამიკო, არ მოწონს, არაფერი მას არ მისცეს. მაგრამ თვითონ რომ მე არავინ არ ყავს, ავტომატურად მე ბავშვი ვარ. ზოგადად საერთოდ ეგ ვერსია არის. ჩემი ფსიქოლოგიური ასაკი უნარებით არ ვარ განვითარებული, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი კარიერა და სამსახური კონდეს, მაგრამ მისი არაცნობიერი იყოს ბავშვი. ამიტომ ისეთ რაღაცებსაც რომ არავინ არ ყავს და რაღაცა აქ უკვე ძალიან საინტერესო საკვლევი არის თერაპიულად. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ რაღაცა სერიოზული არის მანდ და განა ის არის პრობლემა რომ პირადი არა აქვს. პრობლემა არის მიზეზი რატომაც არ აქვს ეს პირადი. მანდ მივდივართ უკვე კვლევაზე. მან მივდივართ მე უკვე რომ აი რაღაცნაირად უკვე თერაპიულად უნდა იმუშაოს თავის თავზე ადამიანმა, იმიტომ რომ იქ რუკაშიც ჩანს ხოლმე რა, რომელ ასაკშია გაჭედილი ადამიანი, ხო, სად არის ეს ჩვენი თავარი პრობლემები და ენერგეტიკა თუ კარმა არის აქ ჩართული და არა პლანეტები, ეს უკვე კარმულ დონეზე, მისი არაცნობიერი არის სადღაც რომ არ მისცა ოჯახმა იმ ნაწილს, მისი ფსიქიკის იმ ბავშვის ნაწილს განვითარება, რომელიც პასუხისმგებელი არის იმ დანარჩენ ცხოვრებისეულ მოვლენებს. მაგ ბავშვთან ხდება მე კონტაქტზე გასვლა და შემოერთება და ბევრ რაღაცა წესი უნდა დაულაგდეს. თუ ძალიან ღრმა კარმული დონე არის, ზოგჯერ მეჭვება რომ ამ ცხოვრებაში ეს შეძლოს ადამიანმა, მაგრამ უნდა დაიწყოს უკვე და გაცნობიერება უკვე ბევრს ნიშნავს. და მე ეს აგდებს თვითშეფასებას, იმიტომ რომ მე დიდებთან გავდივარ ცხოვრებაში გავდივარ და ჩემი ნაწილი არის რაღაც 10 წლის ბავშვი. მუდმივად არის თვითშეფასების პრობლემა და მე არ ვიცი რატო ვიბნევი, მე არ ვიცი რატო ნერვებზე ვიშლები, რატო რაღაცებს ვერ ვაგვარებ, იმიტომ რომ ჩემი შინაგანი ბავშვი იქ არის. მე ის არ წამომიყვანია. და შესაბამისად ასეთი დისონანსი რო არის ცნობიერსა და აი რომელიღაც ნაწილებსა და ამ პატარა ნაწილს შორის იქ ვერ მიდის შვილოსნობა, დაოჯახება, შეყვარებულობა, უბრალოდ არ არის აუცილებელი ხო ცოლი იყო და შვილი ყავდეს. უბრალოდ ადამიანური მოთხოვნილება არის, გვერდში ადამიანი ყავდეს, ვისთანაც არ შეხვდები, გაისეირნებ, სითბოს გამოავლენ, ანუ ადამიანური მოთხოვნილება. აი ეს თუ არა გაქვს, ეს პირდაპირ ნიშნავს უკვე რომ შენ 10 წლის ბავშვი ხარ. და სიტყვაზე ვამბობ, აქაც პირად რუკაში ჩანს. ამიტომ იმდენი სცენარებში შეგვიძლია შევხედოთ მე ახლა როგორც თერაპიაზე აქტიურ ჩართულ ადამიანს თერაპიებში ასტროლოგიას იმ ხელა კუთხით შეუძლია შეხედოს ესეთ ნაწილებს, სად არის ბავშვი რომელ სცენარში. ფსიქოლოგიაზე ალბათ წლები უნდა გახვიდე და ისიც ვერ გაიგებს რა თერაპევტი ბოლომდე ვერ ჩამოყვება მანდ რა თერაპევტსაც გააჩნია. შენ როგორ ფიქრობ მაგაზე? მეც რადგან ორივე მაქვს ხო ნანახი და გამოცილი და ახლა მართლა წლებია მე და შენ ასტროლოგიაზე ვაპარაკობთ და თერაპიას მეც გავდივარ კი ნამდვილად ეგრეა იმიტომ რომ აქან ვიზუალურად პირდაპირ ხედავ და მიგითითებს და მე უკვე შეგილია ეს გააცნობიერო და ამაზე მუშაობა დაიწყო და აი ფსიქოლოგიაში მართლა რაღაცა ფენა ჩადიხარ უნდა რაღაცა ინტეგრირება მოახდინო სხვადასხვა შენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილის და იქიდან გახვიდე აი რაღაცა ბევრი იმიდან მიხვიდე ერთ დასკვნამდე უფრო გრძელვადიანი პროცესია ვერ ვიტყვი რომ არ გაგიყვანს ალბათ ახლა იქიდან გამომდინარე მეც რაც მინახავს რომ აი რაც თქვათ ასტროლოგიაში მინახავს რომ ეს ესეა იქიდან ხდება ბევრად უფრო ხილულია ასტროლოგიაში არა ალბათ იცი ეს კომბინაცია და თერაპიაზე რო გადიხარ ის უფრო გაცნობიერებად ხდება აუცილებლად ანუ უფრო მარტივად მიდის თერაპიაც შენთვის. ანუ ის რომ უკვე თვალნათლივ გაქვს ნანახი სად არის პრობლემა, იქ უკვე სხვანაირად ვიზუალურად სხვანაირად ხედავ ნამდვილად და ბევრად უფრო მარტივია დამუშავებაც, ბევრად უფრო მარტივია გაცნობიერო, აი ესე ვთქვა ტერმინოლოგიით სხვადასხვა რაღაცა, მაგრამ ერთი და იგივე რამემდე მიყავხარ და მეც ძალიან მომწონს ეს ორივეს ჩართულობა, რომ აი ვთქვათ იგივე რაც ვთქვათ ასტროლოგიაში დამინახავს, მაგრამ ასტროლოგიურად ვერ მიმხვდარ ვარ როგორ მემუშავა ამაზე. აი მე თერაპია უკვე აი იმ ემოციის ინტეგრირებაში გვეხმარება ესე ვთქვათ, აი გამოტანაში, გამოდევნაში და დანახვაში ის ემოციური მუშაობა უკვე თერაპიაში მიდის უფრო
მარტივად და ანუ ორივეს ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან კარგი მეთოდია და კარგ პროცესამდე მივყავართ ჩემი გამოცდილებით და ცნობილად. და მე ვცვლით ხოლმე მე და სალომე თერაპიულ გამოცდილებებს ერთმანეთში უზიარებთ ხოლმე. სალომე რო რაღაცებს ყვება რომ აი ხა გავედი, აი ამ ასპექტზე გასულ ხარ. კი, ზუსტად ეგრე. და სალომეც იცის უკვე რა ასპექტი არის აქ და ეს ძალიან მეც მეხმარება უკავშირისთვის, სხვათა შორის, ეხლა რო არ ვიყოთ სადღაც აუცილებლად მისასვლელი. მეორე სერია. ეს ითხოვს, რომ კიდევ უნდა შევხვდეთ, გავაგრძელოთ. მე მგონია, რომ მსმენელისთვისაც საინტერესო იყო უფრო ესეთი ინტერაქციული ჩართვა. მადლობა მინდა სალ გითხრა, რომ აქაც ჩაერთე, ჩემს ყველაფერს ხო ჩართული ხარ, აქაც შემოხვედი. სხვათა შორის ჩემი დიდხოვნით, ხო? და მადლობა. მე მგონია შეცდეთ საინტერესო დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ გადაღეჭილი გვაქვს 4 საათი, მაგრამ ეხლა ცოტა სხვანაირადაც გავშალეთ და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. მეორე სერიას დავალოდეთ ამ თემაზე, სხვათა შორის და ბევრი რაღაცა დაგვჭირდა გასავლელი, ხო? დროებით მეგობრებო, დიდი მადლობა მოსმენისთვის და კომენტარებსაც ველოდებით და ჩემი სალომეც მინდა შემიფასოთ როგორ გითხოთ.